მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში 10 სოფლის გზის კეთილმოწყობა დაიწყება. ხვალიდან ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. საუბარი იყო ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ. იწყება ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, ასფალტის დაგება. მთავარი კიდევ მართლაც ვისარგებლებ შემთხვევით, რომ მართლაც ჯერ კიდევ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს ბათუმში ქუჩებთან მიმართებაში, მაგრამ მართლაც მაისის თვე იქნება გარდამტეხი, მაისის თვე უკვე შეიძლება ითქვას გარდატეხის იქნება იმის, რომ რეალურად ძირითადი ქუჩა იმორჩენილი, ძირითადი. მე ვერ დაგპირდებით სრულად, იმიტომ ვიცით, რომ ეს პროცესი მუდმივად მიდის. მაგრამ მთავარი არის, რომ ძირითადი ნაწილი იქნება გარდატეხილი, ძირითადი იმ კუთხით, რომ მართლაც ტურისტულ ქალაქს არანაირი შეფერხება არ მინდა რომ შეეხოს, მithumet ეს გამოცდილება შარშანდელის გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ ქობულეთის და ბათუმის რა დღეში ყავდა, რა იმათთან შედარება არ იქნება, მაისი იქნება გარდატეხის. და ყველაზე დიდი პრობლემა ჰქონდა ქობულეთში ჩვენ რუსთაველის ქუჩა. კი იყო პრობლემური, მაგრამ მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ხვალიდან უკვე დაიწყო. რა დრო დაგჭირდება? 2 თვე? არა, ამინდების გარეშე. 45 დღეოს, 40 დღე დაგჭირდება მუშაობა. ამინდი მართლაც პრობლემა იყო, მართლაც ასეთი უხინალეთი აპრილში არასდროს არ ქონია, რაც ფიზიკურად შეუძლებელი გახდა და ბათუმში მუშაობა დაგვიწყო, ყველა ალბათ ხედავდა ამ მდგომარეობაში. მაგრამ უკვე მართლაც გეგმა გაზერილია, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პრობლემა მოიხსნას. გამოვიდა, რომ დროულად ჩვენს ტერიტორიაზე 2 ერთი და იგივე ფუნქციის განმახორციელებელი მატარებელი სამსახური არსებობს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკვირაო დაწესებულების სამსახურის ლიკვიდაცია. ახლად შექმნილი სურსათის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი აჭარის რეგიონალური სამმართველო განახორციელებს ფუნქციას და ამავდროულად უნდა აღნიშნო, რომ მისი ფუნქციები გაზრდილი არის. დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადებები 2012 წლის ოლიმპიადისათვის. ის სპორტსმენები, რომლებიც ყავს პერსპექტიულები, რომ მათ ექნებათ შედეგი ოლიმპიადაზე, მათთვის სპეციალურად ღონისძიებათა გეგმა შევიმუშავეთ, რომ მათ დაუფინანსდეს საწვრთნო შეკრებები და ხელი შეეწყოთ, რომ მოემზადონ ოლიმპიადისათვის, რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მათი წარმატებებისთვის.